გიორგი, პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას. Როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც შეიტყვეთ, რომ Excel-ის გლობალურ სამიზე ხართ ნომინირებული და თანაც როგორც პირველი ქართველი? დიდი მადლობა მოლოცვისთვის პირველ რიგში და აქვე ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემ გამომწერს, იმ ადამიანებს, ვინც ნახულობს ჩემს ვიდეოებს და იმ ხალხს, ვინც ჩემი სტუდენტი იყო, ტრენინგის მონაწილე. მოკლედ, ამ მთელი წლების განმავლობაში 2012 წლიდან დღემდე რაიმე შეხება მაინც ქონია ჩემს მიერ შექმნილ კონტენტთან. რა თქმა უნდა, ემოცია იყო ენით აღუწერელი, იმიტომ რომ ეს მასშტაბი ნამდვილად ჩემთვის იყო სიურპრიზი, რომ სოფლიოს ხუთეულში მოვხვდი როგორც ინდუსტრიის ამმავალი ვარსკვლავი. ძალიან დიდი პატივია და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა მე მგონი საქართველოს სახელით გავდივარ ამ ასე ვთქვათ დიდ მასშტაბურ ღონისძიებაზე. ემოციები ალბათ დიდი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად შოკირებული ვიყავი. მეორისთვის Excel-ი მხოლოდ სამუშაო ინსტრუმენტია, თქვენთვის კი ის ცხოვრებისა და პროფესიის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ სფეროში და თუ წარმოგედგინეთ მაშინ, რომ ერთ დღეს მსოფლიო დონის ექსპერტთა შორის აღმოჩნდებოდით? ალბათ არ წარმომედგინა რომ სოფლიოს ექსპერტთა შორის აღმოჩნდებოდი და სოფლიოს ექსპერტები ამ მიმართულებით შემარჩევდნენ ფინალისტად, მაგრამ საქმიანობა თვითონ სწავლების პროცესი ძალიან მომწონდა, მაინტერესებდა და მინდოდა რომ ჩემი კარიერა ამ მიმართულებით განმევითარებინა. გამართავდა ეს არეალი, გადავიდა ტრენინგებზე, გადავიდა ზოგადად ღია სივრცეში ეს ვიდეო კონტენტი და მონაცემების დამუშავება Excel-ში ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ გელოდებით მაინც. უკვე 6.6 მილიონი ნახვას გადააჭარბა უნიკალურს ჩემმა არხმა, რომელიც სასწავლო არხი გახლავთ. რას ნიშნავს ეს ნომინაცია უშუალოდ თქვენთვის და რა სტატუსს ანიჭებს ეს საქართველოს საერთაშორისო Excel საზოგადოებაში? ჩემთვის რასაკვირველია ეს სტატუსი ძალიან საპატიოა და ამავდროულად საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ნომინაცია ბევრი კრიტერიუმების შედეგად არის შერჩეული და თვითონ ის რომ Excel-ის ინდუსტრიის რუკაზე გამოჩნდა საქართველო, მაშინ როცა რეალურად არ არის იმხელა ბაზარი საქართველოში Excel-ის რამხელად სოფლიოს სხვა დიდ ქვეყნებშია, ეს რა თქმა უნდა ძალიან ამაღელვებელია და ამავდროულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ Microsoft-ისთვის შეიძლება უფრო ბევრად მნიშვნელოვანი გახდეს ეს მიმართულება, გაქართულება საბოლოო ჯამში Microsoft-ის პროდუქტების. რა კრიტერიუმებით ხდება ნომინანტების შერჩევა? რა მიგეჩნიათ თქვენს თავარ მიღწევად, რამაც ეს აღიარება მოგიტანთ? აქ ვერ ვიტყოდი ალბათ მიღწევად, რა მიმაჩნია მე თვითონ, იმიტომ რომ აქ იყო გაწერილი კაფიოდ ის, ასე ვთქვათ, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ირჩეოდნენ ფინალისტები. ეს არის თვითონ, ასე ვთქვათ, ვიტყოდი, რამდენად ფართო აუდიტორია, რომელსაც ხელმისაწვდომია შენს მიერ შექმნილი მასალა, სასწავლო მასალა, რამდენად სტაბილურია ინფორმაციის მიწოდება და ყოველკვირეულად ხდება ჩემი ვიდეოების ატვირთვა YouTube-ის არხზე. ასევე თუ რა ხარისხის ვიდეო კონტენტი და ზოგადად წიგნი და ასე შემდეგ კეთდება და ასევე ზოგადი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ შორის COVID-ის პერიოდში დაახლოებით 12,000 ადამიანისთვის უფასოდ ჩატარებული ტრენინგით შედიოდა და ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო მენტორობის და ლიდერობის უნარები. აი ამ 5 კრიტერიუმის მიხედვით ხდებოდა ნომინანტების შერჩევა. რას გეგმავთ უშუალოდ სამიზე? რა არის ის მთავარი გზავნილი, რომლის გაზიარებაც გსურთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის? სამიც ყოველწლიურად ვესწრები, ოღონდ ვესწრები ონლაინ ფორმატში. წელს დაგეგმილია ჩემი ვიზიტი უშუალოდ სამიზე, სადაც რა თქმა უნდა საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში სხვადასხვა
ფორმატით არის შეხვედრები, გამოსვლები, მათ შორის მასტერკლასები და ეს მხოლოდ სტარტია. ხშირად ამბობენ, რომ Excel-ი მხოლოდ ციფრები და ცხრილებია. თქვენ როგორ დაანახებთ ადამიანებს ამ პროგრამის შემოქმედებით მხარეს? ტექსტიც არის რაღაც დაგიმალოთ, არა მარტო ციფრები და როგორ თქვით, ციფრები და ცხრილებია, ხო, ტექსტებიც არის. მე მგონი დღეს არავის აღარ ჭირდება იმის სახსნა, რომ Excel-ი ყველასათვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, აუცილებელი, საჭირო რამ არის. ნებისმიერი ბიზნესი დღეს აქტიურად იყენებს Microsoft Excel-ს და ეს უკვე ხდება დაახლოებით სადღაც 39 წელია ის პოპულარობას ინარჩუნებს. ნუ პირველი 1 წელი რაც რო დაიბადა შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ პოპულარობა არ ქონდა, ასე ვთქვათ. ნუ 40 წლისაა მოკლედ რო ვთქვათ Excel-ი და ის ჯერ კიდევ ყველაზე მოთხოვნადი ოფისის პროგრამაა. მონაცემთა მართვის ეპოქაში, როდესაც უამრავი ახალი ტექნოლოგია ჩნდება, რატომ რჩება Excel-ი კლაუდ შეუცვლელ ინსტრუმენტად ბიზნესსა და ყოველდღიურობაში? იმიტომ რომ ყველა ბიზნესი არ არის იმდენად დიდი და იმ მასშტაბის, რომ მას კონდეს რაღაცა უწყვეტი ნაკადები მონაცემების და ამისათვის გამოყენებული იყოს ის დამატებითი მონაცემთა დამუშავების პროგრამები და სისტემები, რომელიც შეიძლება მართლაც გლობალურ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია და არა მარტო გლობალურზე, საქართველოშიც. სამიტის ფარგლებში არ არის მხოლოდ Excel-ი, აქ არის Power BI, აქ არის AI, უბრალოდ ძირითადი საკითხი და მიმდინარეობა, რაზეც იწყება ყველაფერი, ეს არის Excel-ი. შესაბამისად, დღეს საქართველოშიც, მათ შორის ელექტრონულ აკადემიაში ისწავლება სხვა მიმართულებები, სადაც მონაცემთა ანალიტიკა მიმდინარეობს, მაგრამ Excel-ი ეს არის ფაქტობრივად საბაზისო ნაწილი, რომლიდანაც ხდება უკვე შემდეგ დიდ მონაცემებზე გადასვლა. ასწავლეთ და ცდილობთ მონაცემთა ანალიზის კულტურის დანერგვას. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვლის თქვენი ეს წარმატება ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას ამ სფეროს მიმართ? ერთ-ერთი კრიტერიუმი ნომინირებაში არის ისიც თუ რამდენად ხელს ვუწყობთ ახალ თაობას ამა თუ იმ მიმართულებით ამ პროგრამის განვითარებაში და მე დაახლოებით 10 ალბათ არ დამითვლია ესე ზუსტად, მაგრამ 10-მდე ადამიანი არის ჩემი ყოფილი სტუდენტი, რომელიც დღეს ტრენერია და ლექტორია სხვადასხვა უნივერსიტეტში. პრინციპში 10-ზე მეტია ახლა უცებ რო გადავთვალე, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი თაობა დაინტერესებულია ჩაერთოს ამ პროცესში და დიდი იმედი მექნება, რომ წლების შემდეგ The Rising Star-ის ნომინაციაში შეიძლება ერთი კი არა, რამდენიმე ქართველიც კი ვნახოთ ერთდროულად. რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ქართველი სტუდენტები ან პროფესიონალები აწყობენ Excel-ის დაუფლებისას? მე ვფიქრობ, რომ სირთულე არ არის. თუ ინტერესს ტრენერი ან ლექტორი კარგად აღვივებს, მაშინ სირთულესთან არ გვაქვს საქმე. და ზოგადად ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი თუ მოინდომებს, ნებისმიერ რამეს შეძლებს და ისწავლის, თუ ის მისი ინტერესის სფეროა. Excel-ი კი თითქმის ისეთივე რამ არის, როგორც ადამიანისთვის, არ ვიცი, სუნთქვის უნარი, ალბათ. იმიტომ რომ თანამედროვე რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროგრამა სულ მინიმუმ საბაზისო დონეზე მაინც იცოდე. რა რჩევას მისცემთ მათ, ვინც ახლა იწყებს პირველ ნაბიჯებს დგამს, ეს რთულად ეჩვენებათ? თუ არ დაიწყებ, აუცილებლად ყველაფერი სირთულესთან არის დაკავშირებული. უნდა მოსინჯო და შესაბამისად ნელ-ნელა შეხვალ იმ წიაღსვლებში, რომელიც Excel-ის საინტერესო შედეგების მხარეს გვაჩვენებს. ყველაზე მარტივი არის დაიწყოს სწავლოთ თუნდაც ჩემი YouTube-ის არხით, რომელიც ნებისმიერ თავისუფალ დროს ხელმისაწვდომია და ამისთვის დიდი დროის გამოყოფაც არ არის საჭირო. ამ დიდი აღიარების შემდეგ რა არის თქვენი შემდეგი პროფესიული მწვერვალი? არის შემდეგი პროფესიული მწვერვალი, რომელზეც ალბათ სხვა დროს ვისაუბრებთ. და როგორ ხედავთ? ორია, ოღონდ აქვე ვიტყვი. და როგორ ხედავთ ქართულ Excel საზოგადოების განვითარებას უახლოეს 5 წელიწადში და რას ისურვებთ ამ გზაზე? უახლოეს 5 წელიწადში საქართველოში 5-ჯერ ჩატარდება Excel-ის სამიტი ქართველი საზოგადოებისათვის. ეს ჩემი მომავალი, ესე ვთქვათ, გეგმაა. ბმულზე გადასვლისას ვაჭერთ Start Relax. შემდგომ გამოჩნდება გრაფა, სადაც უნდა შევიყვანოთ სახელი, გვარი და მეილი. მონაცემების შეყვანის შემდეგ გამოჩნდება ჩამონათვალი, სადაც უნდა ავირჩიოთ გიორგი დათუკიშვილი. შემდეგი ნომინაციები, რადგან თქვენთვის უცხოა, შეგიძლიათ უბრალოდ გამოტოვოთ ეს ეტაპი და OK Relax დააჭიროთ.
ბოლოს კი შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის მეილი გინდათ რომ მოგევიდეს. ასე მარტივად შევძლებთ დაუჭიროთ მხარი გიორგი დათუկიშვილს.